სწრაფი ატრაქციონები ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფას ხელს უწყობს. ამიტომაც მათ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. მაგრამ უსაფრთხოების ხვედებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ზოგიერთი ატრაქციონი საკმაოდ სახიფათოა. ამ ეპიზოდში იმ ატრაქციონების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც სამუდამოდ დახურეს. ფლორიდის სანაპიროზე ცნობილი გასართობი პარკი მდებარეობს. ამ ადგილას ქვიშის ბლასტერი იყო განთავსებული. ატრაქციონით 16 მეტრიან ამერიკულ მთებს წარმოადგენდა. 2018 წლის ივნისში ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რის გამოც ორი მგზავრი 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედარებისთვის ეს მესამე სართულიდან გადმოვარდნის მსგავსია. წარმოუდგენელია, მაგრამ მგზავრები გადარჩნენ. ამ შემთხვევის შემდეგ ატრაქციონი დახურეს, ხოლო ფლორიდის პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ერთი წლით ადრე 2017 წელს პარკის შემოწმების დროს არაერთი, არამედ 12 ხარვეზი გამოვლინდა. მათ შორის იყო დაზიანებული სავარძლები, კოროზია და ბზარი რელსებში. ამიტომაც ატრაქციონი დროებით დაიხურა, მაგრამ 5 თვის შემდეგ მან ფუნქციონირება კვლავ განაგრძო. 2018 წლის მაისში ინციდენტამდე ერთი თვით ადრე კოროზიის გამო ატრაქციონმა შემოწმება ვერ გაიარა. მორიგი რემონტის შემდეგ ჩათვალეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ვაგონები მოსახვეებს ძალიან სწრაფად 35.4 კმ/სთ სიჩქარით გადიოდნენ. მოგვიანებით აღმოაჩინეს ისიც, რომ ამ შემთხვევამდე ქვიშის ბლასტერის ვაგონები რელსებიდან რამდენჯერმე უკვე გადასულიყო. საკმარისი ფაქტების მოპოვების შემდეგ 2019 წელს ატრაქციონი დაიხურა. 2019 წელს მეგობრებმა ვერტიკალურ ამაჩქარებელში ჩასხდომა გადაწყვიტეს. ეს ატრაქციონი ფლორიდაში გასართობ პარკ კობრაში მდებარეობდა. მეგობრები 49 მეტრის სიმაღლეზე გაფრენისთვის ემზადებოდნენ. ალბათ შეამჩნევდით თუ როგორ მდგომარეობაშია თოკები მარცხენა მხარეს. როდესაც ოპერატორი გაშვების ბერკეტის გადაწევას აპირებდა, უცნაური რამ მოხდა. იმ შემთხვევაში თუ ის გაწყვეტილ თოკებს ერთი წამით გვიან შეამჩნევდა, მეგობრები აუცილებლად დაიღუპებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კატასტროფის გარეშე დასრულდა. ატრაქციონი სახელწოდებით ჰიპერსონიკი ვირჯინიაში კინგს დომინიონის გასართობ პარკში მდებარეობდა. ეს ატრაქციონი 2 საათიანი რიგებით იყო ცნობილი, ხოლო მგზავრობა მხოლოდ 10 წამს გრძელდებოდა. ჰაერის შეკუმშვის სისტემის მეშვეობით ვაგონები 0-დან 129 კმ/სთ სიჩქარის მიღწევას მხოლოდ 1 წამ ნახევარს ანდომებდნენ. ვაგონები 50 მეტრის სიმაღლეზე ადიოდნენ, რის შემდეგაც ისინი ვერტიკალურ დაღმართზე ეშვებოდნენ და როგორც ეს ვიდეო გვიჩვენებს, დაშვება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. ატრაქციონი 2001 წელს გაიხსნა და მალევე ის ძალიან პოპულარული გახდა. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებდა, რომ თუ მგზავრები სიმაღლეზე ასვლის დროს ხელებს მაღლა ასწევდნენ, მათ მხარი ამოუვარდებოდათ. რამდენიმე სასამართლო დავის შემდეგ პარკის რეპუტაცია საგრძნობლად დაზიანდა, რის გამოც ატრაქციონი 2007 წელს დაიხურა, მაგრამ რეალურად არ არსებობს ჩანაწერები იმის შესახებ, რომ რომელიმე მგზავრი ფიზიკურად დაშავდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ატრაქციონის დახურვის მიზეზს არა მოსალოდნელი საფრთხეები, არამედ მისი არაეფექტურობა წარმოადგენდა. ატრაქციონი პროტოტიპი იყო, ამიტომაც მას ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერება უნდა გაევლო, რაც პარკს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. საბოლოოდ ატრაქციონის გაყიდვა გადაწყდა, მაგრამ სხვა გასართობმა პარკებმა მის შეძენაზე უარი განაცხადეს. ამიტომაც ატრაქციონი დაშალეს და სამუდამოდ დაივიწყეს. როგორც წესი, გასართობი პარკის გახსნის დღეს მისი სტუმრები სიხარულისგან ყვირილს იწყებენ, მაგრამ კალიფორნიის აკვაპარკის გახსნის შემდეგ ერთ-ერთი მისი სტუმარი არა სიხარულისგან, არამედ ტკივილისგან ყვიროდა. 2017 წელს 10 წლის ბიჭმა იმ ატრაქციონის გამოცდა გადაწყვიტა, რომელსაც თითქმის 15 მეტრის სიმაღლის ვერტიკალური სასრიალო ჰქონდა. როდესაც ბიჭმა ჩამოსრიალება დაიწყო, ის გვერდით გადავარდა და პირდაპირ ბეტონის ზედაპირზე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, ატრაქციონი გახსნიდან 80 საათი წუთის შემდეგ დაიხურა. ექსპერტებმა შემოწმების მიზნით 35 კილოგრამიანი ტომარა სასრიალოზე დაუშვეს და მალევე ისიც ბეტონის ზედაპირზე აღმოჩნდა. დადგინდა, რომ სასრიალოს ქვედა ნაწილში ჩასხმული წყალი მცირე წონის ადამიანებს სწრაფად აჩერებდა, რის გამოც ისინი სასრიალოდან ვარდებოდნენ. ეს შეცდომა წესით სატესტო დაშვებების დროს უნდა შეემჩნიეთ, მაგრამ ატრაქციონის მწარმოებელი კომპანია ამტკიცებდა, რომ შემოწმებების დროს ხარვეზები არ გამოვლენილა. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ტყუილი იყო. კომპანიამ წონისა და სიმაღლის მოთხოვნები ამერიკული მთების მოთხოვნის სტანდარტებიდან გამომდინარე დააწესა. მათ არც კი შეუმოწმებიათ, უსაფრთხო იყო თუ არა ეს სტანდარტები წყლის ატრაქციონებისთვის. ბავშვის მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს და საბოლოოდ მწარმოებელ კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრა. სასრიალო 2018 წელს მეორედ გაიხსნა და ამ დროისთვის ის სრულიად უსაფრთხო იყო.
ამერიკული მთებიდან გადმოვარდნა ნამდვილად შემაშინებლად ჟღერს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც 13 წლის კეტლინ ლასეტერმა კენტუკის გასართობ პარკში გადაიტანა. 2007 წელს გოგონამ ატრაქციონ სუპერმენზე დაჯდომა გადაწყვიტა. ატრაქციონი ერთგვარ კოშკს წარმოადგენდა, რომელსაც ადამიანები 55 მეტრის სიმაღლეზე აჰყავდა და შემდეგ მათ 87 კმ/სთ სიჩქარით მიწაზე უშვებდა. როდესაც კეტლინი სიმაღლეზე ადიოდა, ატრაქციონის ერთ-ერთი თოკი გაწყდა და ის გოგონას ფეხებზე შემოეხვია. დაშვების დროს თოკმა მას ორივე ტერფი მოკვეთა. კეტლინი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმებმა მას მარჯვენა ტერფი კვლავ მიაკერეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თოკი დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რატომღაც ატრაქციონის შემოწმებას ყოველთვის გადიოდა. გარდა ამისა, ატრაქციონის 18 წლის ოპერატორმა თოკის გაწყვეტის ხმა გაიგო, მაგრამ გაჩერების ხილაკს თითიდროულად არ დააჭირა. თუ ის სწრაფად იმოქმედებდა, კეტლინს მოწყვეტილი ტერფების ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი დარჩებოდა. რა თქმა უნდა, საქმე სასამართლომდე მივიდა და კომპანიამ დაზარალებულს $500,000 გადაუხადა. ლითონის მთები ნიუ-იორკში დერიენ ლეიკის პარკში 1999 წელს გაიხსნა. ატრაქციონის სიმაღლე 61 მეტრი იყო და მისი სიჩქარე 113 კმ/სთ აღწევდა. 2011 წელს სერჟანტმა ჯეიმს ჰაკიმერმა, რომელმაც ერთ-ერთი სამხედრო მისიის დროს ორივე ფეხი დაკარგა, ატრაქციონის გამოყენება გადაწყვიტა. ჯეიმსი წინა რიგში დაჯდა. როდესაც ვაგონი მცირე ზომის აღმართს მიუახლოვდა, ის მოულოდნელად სავარძლიდან გადავარდა. სამწუხაროდ ჯეიმსი გარდაიცვალა და ატრაქციონი დროებით დაიხურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ატრაქციონის წესების თანახმად მის მგზავრებს ორივე ფეხი უნდა ჰქონოდათ, რადგანაც უსაფრთხოების მთავარი მექანიზმი სწორედ ფეხებთან იყო განთავსებული. მაგრამ როდესაც ჰაკიმერი მეგობრებმა ვაგონში ჩასვეს, ოპერატორებს მისი შეჩერება არ უცდიათ. მოგვიანებით ატრაქციონი კვლავ გაიხსნა, მაგრამ პასუხისმგებლობა დერიენ ლეიკს დაეკისრა. კომპანიამ ჯეიმსის ოჯახს დიდი თანხა გადაუხადა. ამ შემთხვევის გარდა 1999 წელს გზავრი, რომელიც 136 კილოგრამს იწონიდა, 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. გამოძიების დროს პარკის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების მექანიზმი მწყობში იყო, მაგრამ ისინი მგზავრის დიდი წონის გამო არაეფექტური აღმოჩნდა. კომპანიამ დაზარალებულს თითქმის $3 მილიონი კომპენსაცია გადაუხადა. ნიუ-იორკში განთავსებული ლუნა პარკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი პარკია მთელს მსოფლიოში. მის ცენტრში ლეგენდარული მთები ციკლონი მდებარეობს, რომელიც 1926 წელს გაიხსნა. ხისგან დამზადებული ამერიკული მთები 8 სართულიანი შენობის სიმაღლეზე ადის და შემდეგ 97 კმ/სთ სიჩქარით ქვევით ეშვება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 100 წელია, რაც ატრაქციონი უამრავი ადამიანისთვის საუკეთესო გასართობად იქცა, მას არც თუ ისე კარგი ისტორია აქვს. 1985 წელს ერთ-ერთმა მგზავრმა დამატებითი ადრენალინის მისაღებად ფეხზე წამოდგომა გადაწყვიტა, მაგრამ ის ლითონის კონსტრუქციის ნაწილს შეეჯახა და სიმაღლიდან გადავარდა. გარდა ამისა, 1988 წელს, როდესაც ვაგონი სიმაღლიდან ეშვებოდა, კიდევ ერთმა მგზავრმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ვაგონიდან ისიც გადავარდა. სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს შემთხვევები ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული, ციკლონი მუშაობას დღესაც განაგრძობს. მაგრამ ამ შემთხვევების შემდეგ წესით ლუნა პარკში ვაგონების უსაფრთხოების მექანიზმები უნდა გაძლიერებულიყო, მაგრამ ადმინისტრაციამ მხოლოდ გამაფრთხილებელი წარწერა დაამატა. 1990 წელს, როდესაც ტეხასის გიგანტი გაიხსნა, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ყველაზე მაღალი ამერიკული მთების სტატუსიც კი მოიპოვა. მის შესაქმნელად 900,000 კვადრატული მეტრის ხის დაფა გამოიყენეს. ატრაქციონის სიმაღლე 53 მეტრია, ხოლო სიჩქარე 105 კმ/სთ-მდე აღწევს, მაგრამ მთები ძალიან არაკომფორტული იყო. ამიტომაც 2009 წელს მისი რეკონსტრუქცია გადაწყდა. 2011 წელს ატრაქციონი მეორედ გაიხსნა. მომდევნო 2 წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 2013 წლის ივლისში 23 მეტრის სიმაღლიდან ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა. სამწუხაროდ ის გარდაიცვალა. ამიტომაც ამერიკული მთები დროებით დაიხურა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ უსაფრთხოების მექანიზმი არასაიმედო იყო. თვითმხილველების ჩვენებიდან ირკვევა, რომ სანამ ატრაქციონი მოძრაობას დაიწყებდა, ქალმა ოპერატორს დაუძახა. მისი თქმით, ვაგონის უსაფრთხოების მექანიზმი ბოლომდე ჩაკეტილი არ იყო. რამდენიმე წუთიანი შემოწმების შემდეგ ოპერატორმა ქალს უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. საბოლოოდ ტრაგედია ქალის მძიმე წონით და ოპერატორის შეცდომით აიხსნა. ამიტომაც ატრაქციონი 2 თვის შემდეგ კვლავ ამუშავდა და ამჯერად მას დამჭერი მექანიზმის გარდა უსაფრთხოების ხვედებიც დაემატა. კინგს აილენდის პარკი, რომელიც ოჰაიოში მდებარეობს, განსაკუთრებული უსაფრთხოებით არ გამოირჩევა. 1976 წელს პარკის ატრაქციონებზე 7 ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, ან მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა, მაგრამ ერთი შემთხვევა ყველასგან გამორჩეულია. ამ ატრაქციონზე გზავრები მცირე ზომის კაბინებში სხდებოდნენ და 18 მეტრის სიმაღლეზე ღერძის გარშემო ბრუნავდნენ. ყოველი კაბინა ბრუნავ მექანიზმთან იყო დაკავშირებული, რომლის ბრუნვის მიმართულებასაც გზავრები სპეციალური ბერკეტით არეგულირებდნენ.
აპირებდნენ. მაგრამ 1991 წელს ატრაქციონის გახსნიდან 1 წლის შემდეგ ტრაგედია დატრიალდა. 18 მეტრის სიმაღლიდან ქალი გადმოვარდა. სამწუხაროდ ის გარდაიცვალა. ამ შემთხვევამ გამომძიებლებში გაურკვევლობა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ქალმა უსაფრთხოების მექანიზმები სწორად გამოიყენა. თანაც ისინი სრულიად გამართული იყო. ამიტომაც არავინ იცოდა თუ როგორ გადმოვარდა ქალი კაბინიდან. დამატებითი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ის მთვრალი იყო. სავარაუდოა, რომ ქალმა გონება დაკარგა და თავისუფალ ადგილას ჩაცურდა. რაც არ უნდა იყოს, ატრაქციონმა მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ 1992 წელს ის კვლავ გაიხსნა. მაგრამ მისი ცუდი რეპუტაციის გამო 3 წლის შემდეგ ატრაქციონი სამუდამოდ დაიხურა. უკანასკნელ წლებში კატაპულტები ადრენალინის მოყვარულ ადამიანებს შორის პოპულარულ ატრაქციონად იქცა. ამ ატრაქციონებზე დაცვის მექანიზმები მაქსიმალურად მაღალ დონეზეა. ადამიანები 127 მეტრის სიმაღლეზე 161 კმ/სთ სიჩქარით ადიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ასეთი სისწრაფე გულს საკმაოდ აჩქარებს და ზოგიერთი მგზავრი გონებას მომენტალურად კარგავს. მაგრამ ეს ყველაზე უარესი არაა. 2015 წელს დრიუ ლარსონი საკუთარი შვილის კატაპულტით გაფრენის დაფიქსირებას ცდილობდა. ეს კატაპულტი 61 მეტრის სიმაღლეზე თითქმის 100 კმ/სთ სიჩქარით ადიოდა, მაგრამ ამჯერად გაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე უცნაური რამ მოხდა. ოლოდნელად ერთ-ერთი თოკი გაწყდა და ის ბავშვებთან ახლოს დაეცა. ბავშვის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ ატრაქციონმა შემოწმება ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე გაიარა, პარკის ხელმძღვანელობამ კატაპულტის მდგომარეობის სამსახველი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. საბედნიეროდ ატრაქციონი ამ შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ სამუდამოდ დაიხურა. როდესაც ინგლისში უნიკალური ამობრუნებული ამერიკული მთები სმაილერი გაიხსნა, უამრავი ადამიანი ბედნიერი იყო, მაგრამ 2015 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათი სიხარული შიშმა შეცვალა. ვაგონი მორიგ ბრუნს ასრულებდა, როდესაც მგზავრებმა მათ წინ ცარიელი სატესტო ვაგონი შენიშნეს. ისინი ერთმანეთს დიდი სიჩქარით შეეჯახნენ. მაშველები ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეხმარებოდნენ. 16-ვე მგზავრმა დაზიანება მიიღო, მაგრამ გოგონები, რომლებიც წინა რიგში ისხდნენ, იმდენად დაშავდნენ, რომ მათ ფეხის ამპუტირება დასჭირდათ. ატრაქციონი დაიხურა და მალევე ამ შემთხვევის გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ატრაქციონის გაუმართავობა იმ დღესვე შენიშნეს და მისი გამოსწორების შემდეგ ოპერატორმა ცარიელი სატესტო ვაგონი გაუშვა. ძლიერი ქარის გამო ვაგონი რელსებში გაიჭედა. ამ დროს სხვა ოპერატორმა გზავრებით დატვირთული მეორე ვაგონი გაუშვა. შედარებისთვის, ეს შეჯახება 145 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი მანქანის შეჯახების მსგავსია. შეცდომა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ პარკის მფლობელმა კომპანიამ სმაილერის მსგავსი 3 ატრაქციონი დახურა. საბოლოოდ ინციდენტი ოპერატორების ცუდი მომზადებით აიხსნა და პარკის ადმინისტრაციას დაზარალებულთათვის რამდენიმე მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია. 9 თვის შემდეგ სმაილერი კვლავ ამუშავდა. 70-80-იან წლებში უსაფრთხოების ზომების დასვა გამონაკლისი უფრო იყო ვიდრე ნორმა. ამ ფაქტს ნიუ-ჯერსის აკვაპარკიც ადასტურებს, რომელიც 1978 წელს გაიხსნა. გარკვეული დროის განმავლობაში ის მსოფლიოში ყველაზე სახიფათო პარკად ითვლებოდა. პარკის შესასვლელში პირველი ატრაქციონი მარყუჟი იყო განთავსებული. ამ დახურულ სასრიალოზე ადამიანები სრულ სიბნელეში დიდი სისწრაფით ეშვებოდნენ, თანაც მის შიგნით არანაირი რბილი დასაფენი არ იყო. ამიტომაც ადამიანები მაგარ პლასმას წესრიალის დროს მას თავს ურტყამდნენ და ხშირად კბილების გარეშეც კი რჩებოდნენ. მის გვერდით განთავსებულ ატრაქციონზე პარკის სტუმრები დიდი ზომის გასაბერ რგოლებში სხდებოდნენ და ხელებს, ფეხებსა და მაჯისწვლებს ხშირად იმტვრევდნენ. მესამე ატრაქციონი მთის სერფინგის სახელით იყო ცნობილი. მისი ცუდი დიზაინის გამო ადამიანები ჰაერში დიდ სიმაღლეზე ხტებოდნენ, რის შედეგადაც მათ მრავალი მცირე დაზიანება ჰქონდათ. ატრაქციონები იმდენად სახიფათო იყო, რომ სადაზღვევო კომპანიები პარკთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ. ამიტომაც მისმა დირექტორმა იუჯინ მალვიჰილმა საკუთარი სადაზღვევო კომპანია შექმნა და პარკი უკანონოდ დააზღვია. ეს რა თქმა უნდა თაღლითობა იყო. ამის მიუხედავად, მარყუჟი გახსნიდან 1 თვის შემდეგ დაიხურა. პარკის 18 წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში ოფიციალურად მხოლოდ 14 მოტეხილობა და 26 თავის ტრამვა დაფიქსირდა, მაგრამ რეალური რიცხვი ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატებოდა. გარდა ამისა, ამ გასართობ პარკში 6 ადამიანი გარდაიცვალა. 1996 წელს პარკი საბოლოოდ დახურეს.
ტრებუშეტი შუა საუკუნეების საბრძოლო იარაღს მიეკუთვნებოდა, რომელიც დიდი ზომის ნივთებს ჰაერში ისროდა. ის ალყის დროს იდეალური ინსტრუმენტი იყო, რადგანაც ცეცხლმოკიდებული ჭურვები ქალაქის კედლებს მარტივად ანადგურებდა. ალბათ იფიქრებთ, რომ არავინ იქნებოდა იმდენად სულელი, რომ მასში ადამიანი ჩაესვა, მაგრამ 1990 წელს ინგლისის ერთ-ერთმა სპორტულმა კლუბმა სამერსეტის მამულში ტრებუშეტი აშენა. მხოლოდ და მხოლოდ 40 ფუნტად, ანუ დაახლოებით $140 ნებისმიერ მსურველს მასში ჩაჯდომა და 30 მეტრის სიმაღლეზე გადაფრენა შეეძლო, რის შემდეგაც ის ბადეში ვარდებოდა. ერთ-ერთი სტუმარი, სახელად სტელაიანი, ბადეზე დაცემის შემდეგ ისევ უკან გადმოვარდა და მიწაზე დაეცა. ქალმა კისერი და მენჯის სვალი მოიტეხა, მაგრამ ატრაქციონის დახურვის ნაცვლად კლუბმა უფრო დიდი ზომის ბადის დაყენება გადაწყვიტა. ამჯერად ადამიანები ბურთებში სხდებოდნენ, რათა ისინი დაშვების დროს არ გადავარდნილიყვნენ. ფაქტია, რომ ეს შუა საუკუნეების მოწყობილობა სიზუსტით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ამიტომაც 2002 წელს სტუდენტი სახელად კოსტიდინიანკოვი იმდენად შორს გაფრინდა, რომ ის ბადესაც და მიწაზე დაეცა და დაიღუპა. ამ ინციდენტის შემდეგ ეს სულელური ატრაქციონი სამუდამოდ დაიხურა.